მოგესალმებით, დღევანდელი ვიდეო ლექციის თემა გახლავთ სამკვიდროს მიღება და უარი მის მიღებაზე. აღნიშნული ვიდეო ლექციის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის რას გულისხმობს ზოგადად სამკვიდროს მიღება, სამკვიდროს მიღების ორი საშუალება, მემკვიდრეობითი ტრანსმისია და უარი სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. სამკვიდროს მიღების უფლება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან წარმოიშობა. ამ მომენტამდე არ შეიძლება და არც უარის თქმა მის მიღებაზე. იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრის გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. სამკვიდროს მიღების წესი ერთნაირია როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს. სამკვიდროს მიღება წარმოადგენს ნებელობითი ხასიათის აქტს, რომლის დროსაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრის სურვილს მიიღოს ან უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე. მემკვიდრის მიერ თანხმობის არარსებობისას სამკვიდრო მიღებულად არ ითვლება. თუ მემკვიდრე ქმედუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირია, მისი სახელით სამკვიდროს იღებენ მისი კანონიერი წარმომადგენლები. სამკვიდროს მიღება ატარებს უნივერსალურ ხასიათს და ვრცელდება მთელ სამკვიდრო ქონებაზე, ვის გამგებლობაშიც არ უნდა იყოს ის და რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს იგი. სამკვიდრო ქონების სხვადასხვა ადგილას ყოფნის შემთხვევაში სამკვიდროს მიღების უფლება ხორციელდება არა მხოლოდ სამკვიდროს გახსნის ადგილას მყოფი ქონების მიმართ, არამედ ყველა სხვა ქონების მიმართ, მათი მდებარეობის მიუხედავად. სამკვიდროს გახსნა ავტომატურად არ იწვევს სამკვიდრო ქონების მემკვიდრეებზე გადასვლას. ამისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სამკვიდროს მიღება კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა მხრიდან. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას. რაც უდაოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. მაშასადამე სამკვიდროს მიღების ორი საშუალება არსებობს. პირველი, ეს არის სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანა. განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს წერილობით სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში. სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანა შეიძლება იმ მემკვიდრეების მიერაც, რომლებიც ფაქტობრივად შეუდგნენ სამკვიდროს ფლობასა და მართვას. მეორე ეს გახლავთ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა. როგორც აღნიშნული იყო, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს. მემკვიდრების გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, რომელიც მემკვიდრებელი ცხოვრობდა, ყოველთვის განიხილება როგორც სამკვიდროს მიღება, რამდენადაც მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა გარდაცვლილის ნივთების ფლობას. მემკვიდრების გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მემკვიდრის ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არ აქვს. ქონების ფაქტობრივი ფლობა ნიშნავს ასევე მემკვიდრის მიერ მემკვიდრების ნივთების თავისთან გადატანა, მემკვიდრების ობლიგაციების შემნახველი ბანკის სიგნაკების, აკრედიტივის და სხვა. ისეთ მოქმედებად, რომელიც ცხადყოფს სამკვიდროს მიღების ფაქტს, უნდა ჩაითვალოს აგრეთვე სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა სამკვიდროს მიღების შესახებ. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღოს სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. აქ იგულისხმება ისეთი შემთხვევაც, როცა სამკვიდრო სხვადასხვა ადგილზეა. როდესაც სამკვიდრო სხვადასხვა ადგილზეა, მაშინ ისეთი ქმედება, რომლითაც დასტურდება სამკვიდროს მიღება ერთ ადგილზე, ამავე დროს ნიშნავს სამკვიდროს მიღებას სხვა ადგილზეც. სამკვიდროს ფაქტობრივ მართვაში იგულისხმება ისეთი შემთხვევებიც, როცა მემკვიდრე არ ფლობს მემკვიდრებლის ნივთს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, მაგალითად, სამკვიდროს გახსნის შემდეგ იხდის ქონების გადასახადებს, ახდევინებს ქირას, მემკვიდრებლის ქონების დამქირავებელს და ასე შემდეგ. სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში, სამკვიდროს გახსნის დღიდან. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს სასამართლოს მიერ, თუ ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ არსებობდა პატივსადები მიზეზი, რის გამოც მემკვიდრემ ვერ შეძლო კანონით დადგენილ ვადაში მიიღო სამკვიდრო ქონება. კანონში არ არის მითითებული, თუ რა გარემოებები შეიძლება მიიჩნიოს სასამართლომ პატივსადებ მიზეზად.
სასამართლო კონკრეტული საქმის განხილვისას მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებიც ადასტურებენ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებისათვის კანონით დადგენილი ვადის ობიექტური მიზეზებით გაშვებას. აღნიშნული საილუსტრაციოდ მოვიყვანთ მაგალითს სასამართლო პრაქტიკიდან. ფლს გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ მისმა კანონიერმა მეუღლემ ნ-მ, რომელიც არ ცხოვრობდა მამკვიდრებელთან სამკვიდროს მოწმობის მისაღებად, განცხადებით მიმართა ნოტარიუსს. ნოტარიუსმა განუცხადა, რომ მას გაშვებული ჰქონდა სამკვიდროს მიღებისათვის კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადა და ურჩია ვადის გასაგრძელებლად მიემართა სასამართლოსათვის. სასამართლომ სარჩელის საფუძველზე მოითხოვა მტკიცებულებანი, რომლებსაც უნდა დაემტკიცებინა ვადის გაშვების საპატიო ხასიათი. მათი ერთობლიობაში განხილვისა და შეფასებების შემდგომ სასამართლომ დააკმაყოფილა ნ-ს სარჩელი სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის თაობაზე. საქმის განხილვის პროცესში სასამართლოს აგრეთვე მიმართეს სარჩელით მამკვიდრების შვილებმა პირველი ქორწინებიდან, რომლებიც ასევე ითხოვდნენ სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელებას, რომლის გაშვების მოტივად ასახელებდნენ მამკვიდრებლისაგან ცალკე ცხოვრებას. უფრო მეტიც, მათ მშობლის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს მხოლოდ 1 წლის შემდეგ სამკვიდროს გახსნიდან, ვინაიდან ისინი სამსახურებრივი მივლინებით ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ. სასამართლომ აღნიშნული სარჩელის განხილვისას გამოითხოვა მტკიცებულებანი, რის საფუძველზეც უნდა დარწმუნებულიყო მათ სისტორეში. მტკიცებულებათა წარმოდგენის შემდეგ გაირკვა, რომ მოსარჩელეებმა არათუ გვიან შეიტყვეს მამის გარდაცვალების შესახებ, არამედ ესწრებოდნენ კიდეც მის დაკრძალვას, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა დაკრძალვის დღეს დეპეშით გამოხატა მწუხარება. ყოველივე ზემოთქმულიდან სასამართლომ დაადგინა, რომ მემკვიდრეებმა იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ და ვერ შეძლეს განცხადებით მიემართათ სანოტარო ორგანოსათვის მათი კანონიერი ინტერესებისა და უფლებების განსახორციელებლად. მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე სასამართლომ არ მიიჩნია მათ მიერ წარმოდგენილი მოტივები პატივსადებად და შესაბამისად უარი განაცხადა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელებაზე. თუ კანონის მიერ ან ანდერძის მიერ მემკვიდრედ წოდებული პირი გარდაიცვალა სამკვიდროს გახსნის შემდეგ და ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება დადგენილ ვადაში, სამკვიდროს იმ წილის მიღების უფლება, რაც გარდაცვლილს ერგებოდა მის მემკვიდრეებზე გადადის. სამკვიდროს მიუღებლობა მემკვიდრეობითი ტრანსმისიით არ ართმევს შესაძლებლობას მემკვიდრეს მიიღოს ის სამკვიდრო, რომელიც უშუალოდ ეკუთვნოდა გარდაცვლილ მემკვიდრეს. იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრეობითი ტრანსმისიით მიღებულ ქონებაზე უარს განაცხადებენ მისი მიმღები პირები, ქონება გადადის იმ პირებზე, რომლებიც მოწვეული იყვნენ სამკვიდროს მისაღებად გარდაცვლილ მემკვიდრეებთან ერთად. მემკვიდრეობითი ტრანსმისია არსებითად განსხვავდება მემკვიდრეობისაგან წარმომადგენლობის უფლებით. ეს უკანასკნელი მხოლოდ კანონით მემკვიდრეობის დროს ხდება. მემკვიდრეობითი ტრანსმისია კი როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს. ამასთან მემკვიდრეობას წარმომადგენლობის უფლებით ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვალება, მემკვიდრეობითი ტრანსმისიის დროს კი პირიქით. იგი მაშინ ხდება, როცა მემკვიდრედ მოწვეული პირი სამკვიდროს გახსნის შემდეგ გარდაიცვალა, მაგრამ ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება დადგენილ დროში. ერთ-ერთი განსხვავება ისიცაა, რომ მემკვიდრეობითი ტრანსმისიის შესაბამის უფლებას იძენს ყოველი მემკვიდრე და არა მხოლოდ შვილიშვილები, დისწულები ან ძმისწულები, როგორც ამას ადგილი აქვს წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის დროს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა სამკვიდრო მემკვიდრეობით ტრანსმისიით გადადის შვილიშვილებზე, განსხვავება მასა და წარმომადგენლობით მემკვიდრეობას შორის არ იშლება. წარმომადგენლობის უფლებით შვილი სამკვიდროს იღებს მაშინ, თუ პირველად გარდაიცვალა შვილიშვილის ის მშობელი, რომელიც ბებიის ან პაპის მემკვიდრე იქნებოდა. შემდეგ კი ბებია ან პაპა, ხოლო ტრანსმისიის შემთხვევაში შვილიშვილი მაშინ იღებს სამკვიდროს, თუ პირველად გარდაიცვალა ბებია ან პაპა, შემდეგ კი მათი მემკვიდრე, რომელმაც ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება დადგენილ ვადაში. მემკვიდრემ მთლიანად უნდა მიიღოს სამკვიდრო, ან მთლიანად უარი უნდა თქვას მასზე. არ დაიშვება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქვა ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით. თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს ნაწილზე ან დათქვამს რაიმე პირობას, ითვლება, რომ ის უარს ამბობს სამკვიდროზე. მაგალითად, უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე იმ პირობით, რომ დანარჩენმა მემკვიდრეებმა გადაუხადონ მას საზღაური თანხა,
არ დაიშვება ასევე უარი ანდერძით მემკვიდრეობაზე და თანხმობა იმავე ქონების მიღებაზე კანონით. იმ მითითებებიდან, რომ არ დაიშვება სამკვიდროს ნაწილის მიღება და ნაწილზე უარის ხმა, არ უნდა გაკეთდეს დასკვნა, რომ განცხადება სამკვიდროს ნაწილის მიღებაზე ყოველთვის მთლიანად ბათილია. მაგალითად, თუ მემკვიდრებლის, რომელსაც ანდერძი არ შეუდგენია, გარდაცვალების შემდეგ ორი პირველი რიგის მემკვიდრე დარჩა და ერთ-ერთმა შეიტანა განცხადება სამკვიდროს ნახევრის მიღებაზე, არ უნდა ჩაითვალოს, თითქოს ის უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე. მემკვიდრე, როგორც წესი, სამკვიდროს მიღებაზე უარს ამბობს კონკრეტული პირის სასარგებლოდ, კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ასეთ უარს არ კონდეს კონკრეტული მისამართი, ანუ არ იყოს გარკვეული პირი, ვის სასარგებლოდაც არის ნათქვამი უარი. ასეთ შემთხვევაში ის წილი, რომელზედაც გაცხადებულია უარი, შეემატება მემკვიდრეებად მოწვეულ კანონით მემკვიდრეთა წილს. თუ მთელი სამკვიდრო ანდერძით იყო განაწილებული, მაშინ ანდერძით მემკვიდრეთა წილს და იგი ნაწილდება მათ შორის მათი წილის პროპორციულად. რა თქმა უნდა, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ სამკვიდროზე უარის მქმნელი მემკვიდრე ერთადერთია მოცემული რიგის მემკვიდრეთა შორის, სამკვიდრო გადადის მომდევნო რიგის მემკვიდრეებს. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე დასაშვებია არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდაც. ასეთ დროს შესაძლებელია უარის მთქმელმა მემკვიდრემ აღნიშნოს თითოეულის წილზე. თუ ასეთი მითითება არ არსებობს, სამკვიდრო წილი თანაბრად განაწილდება იმ მემკვიდრეებზე, რომელთა სასარგებლოდაც სამკვიდროს მიღებაზე უარი იყო ნათქვამი. იქიდან გამომდინარე, რომ მემკვიდრეს უფლება არ აქვს უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მემკვიდრეთა რიცხვს, ისმება საკითხი სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შვილიშვილების სასარგებლოდ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან კანონით მემკვიდრეთა დამოუკიდებელ კატეგორიას და სამკვიდროს იღებენ წარმომადგენლობის უფლებით. სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა შვილიშვილების სასარგებლოდ დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგენენ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეებს. შვილიშვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, ანდერძით მემკვიდრედ კი ცხადია, მაშინ როცა მემკვიდრეებად დასახელებულნი არიან ანდერძში. მაშასადამე სამკვიდროზე უარის თქმა შვილიშვილის სასარგებლოდ დასაშვებია, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მისი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, ან თუ შვილიშვილი ანდერძით მემკვიდრეა. სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის უფლება გადადის მემკვიდრეობით. ამ უფლების არსი იმაში გამოიხატება, რომ გარდაცვლილი მემკვიდრის მემკვიდრესაც აქვს უფლება უარი თქვას იმ წილის მიღების უფლებაზე, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა. თუ ასეთი მემკვიდრე რამდენიმეა, თითოეულს შეუძლია უარი თქვას მხოლოდ მის სამკვიდრო წილზე. ამიტომაა, რომ თუ მემკვიდრე გარდაიცვალა სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმისათვის დადგენილი ვადის გასვლამდე, მაშინ ეს ვადა არ დასრულდება იმ დროის გასვლამდე, რაც დარჩა მემკვიდრის შემდეგ. მემკვიდრეს სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა შეუძლია წარმომადგენლის მეშვეობითაც. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მინდობილობაში სპეციალურად იმის გათვალისწინება, რომ წარმომადგენელი უფლებამოსილია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე. რამდენადაც სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა, ისე როგორც სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, მის მიმართ გამოიყენება საერთო წესები გარიგების ბათილობის შესახებ. უარის თქმა სამკვიდროს მიღების უფლებაზე სასამართლომ შეიძლება ბათილად ცნოს, თუ ის მოხდა იმ პირის მიერ, რომელსაც უარის თქმის მომენტში არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედება და ეხელმძღვანელა მისთვის მოტყუების, ძალადობის, მუქარის გავლენითა და კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით, რომლებიც გარიგების ბათილობას იწვევს.